მოგესალმებით ეთერშია დასუტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიევა გაგაცნობთ. დღეს საქართველოში ბედობის დღეა. ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, თუმცა საქართველოში ეს ტრადიცია უკვე საუკუნეებს ითვლის. ძველ დროში მიაჩნდათ, რომ როგორც შეხვდებოდნენ, ამ დღეს მთელი წელი ისე გაატარებდნენ. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება, რომლის თანახმად ბედობას ყოველთვის ხალისიანი განწყობით უნდა შეხვდეთ. ბედობის ტრადიცია დღესაც შემორჩა საქართველოში, თუმცა არა ისეთი დიდი დატვირთვით, როგორც ამას ძველ საქართველოში აღიქვამდნენ. საქართველოში ისე როგორც ბევრ რამეს ბედობასაც ორჯერ აღნიშნავენ 2 იანვარს და 15 იანვარს. დასუტევის სახელით გილოცავთ ბედობას. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 2024 წელი იყო ყველაზე წარმატებული ქართული ფეხბურთისთვის. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვისაც ამ წარმატების მიღწევაში წვლილი მიუძღვის. მთავრობის მეთაურმა ცალკე აღნიშნა ახალგაზრდული ნაკრების წარმატება, რომელმაც პირველად დაძლია საკვალიფიკაციო ეტაპი და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. მთავრობის მეთაურმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს ფედერაციის ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. კობახიძემ აღნიშნა, რომ როდესაც მათ ფეხბურთის ფედერაციის მართვა გადაიბარეს, ქართული ფეხბურთი ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო. ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი ავრცელებს. განცხადების თანახმად, როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ კონტროლირებულ კომპანიებზე სანქციების შედეგად რიგი შეზღუდვები წესდება. შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაში, რომელშიც ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, ის მას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აკონტროლებს ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად 50% თუ მეტს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მოუწოდებს სპეცრაზმის მხრიდან საპროტესტო აქციებზე დაკავებულ ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ფაქტებს გაემიჯნონ. მისი თქმით, მსგავსი ქმედებები არ ჯდება არც ქართველობაში, არც ვაჟკაცობაში და არც ჩვენს კანონმდებლობაში. გარდა ამისა, გიგაურმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლები თეკლა ჯავახაძე, ცოტნე მესხიშვილი, ლაშა ბერაძე, ნუგზარ ტურაშვილი ცრუმოწმეები არიან და სასამართლოს პროცესების დროს იტყუებიან. ცნობისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების საპროტესტო აქციებზე დაკავებულ ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ფაქტების თაობაზე განცხადებას ავრცელებენ. სამოქალაქო პლატფორმის საქართველოს ევროპული ორბიტის დამფუძნებლის ნინო ლომჯარიას თქმით, აქციებზე დაკავებული ქალების განცხადებით დაკავების პროცესში სპეცრაზმი მათ ფიზიკურად გაუსწორდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელ ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, საჯარო სექტორიდან ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება ტერორის ერთ-ერთი ფორმაა. მისი თქმით, ქართული ოცნების წევრების განცხადებები, რომ მოხდება საჯარო სამსახურის წმენდა, მიანიშნებდა იმას, რომ რეპრესიები დაიწყებოდა და დაიწყო კიდეც. ჯერ არ არის ეს ცვლილებები ამოქმედებული, თუმცა სამომავლოდ როცა ამოქმედება, ძალიან დიდი საფრთხეა იმისა, რომ საჯარო სამსახური მთლიანად დაიმორჩილოს პოლიტიკურმა გავლენამ. ამ შემთხვევაში ქართულმა ოცნებამ და შეეცადოს, რომ იქ ჩაახშოს ყველანაირი კრიტიკული და სხვავებული აზრი. ეს არის ამისკენ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პრაქტიკაშიც უკვე აისახა არა ამ კანონის ამოქმედებით, არამედ არსებული კანონების გამოყენებით, ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებით, განაცხადა ქურდოვანიძემ. როგორც იქნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ბიძინა ივანიშვილს ასანქცირებს, ევროკავშირმა უნდა მიბაძოს. ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ზე წერს. როგორც იქნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ბიძინა ივანიშვილს ასანქცირებს, ევროკავშირმა უნდა მიბაძოს. წევრი სახელმწიფოების ძვირფასო ლიდერებო, ძვირფასო კაია კალას და მარტაკოს. დროა ლიდერობა აჩვენოთ და თბილისში ჩახვიდეთ. საქართველოს მომავალი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის, წერს იუკნევიჩიენე. ამერიკელმა კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონმა სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვია. ამის შესახებ უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მოხარული ვარ მოვიწვიო სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი საქართველოში, წერს უილსონი. მისივე თქმით, განცვიფრებულია სალომე ზურაბიშვილის სიმამაცით, რომელსაც ის იჩენს ივანიშვილისა და მისი მეგობრების, ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და ირანული რეჟიმის მხრიდან თავდასხმის ფონზე. ჯერ არ არის ეს ცვლილებები ამოქმედებული, თუმცა სამომავლოდ როცა ამოქმედდება ძალიან დიდი საფრთხეა იმისა, რომ საჯარო სამსახური მთლიანად დაიმორჩილოს პოლიტიკურმა გავლენამ. ამ შემთხვევაში ქართულმა ოცნებამ და შეეცადოს, რომ იქ ჩაახშოს ყველანაირი კრიტიკული და განსხვავებული აზრი. ეს არის ამისკენ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პრაქტიკაშიც უკვე აისახა არა ამ კანონის ამოქმედებით, არამედ არსებული კანონების გამოყენებით, ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებით, განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
მტკიცედ ვუჭერ მხარს ივანიშვილის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის სანქციებს. ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ბილ კიტინგი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. ივანიშვილის ქმედებებმა უხეშად შეარყიეს საქართველოში დემოკრატია და ქვეყნის ევროკავშირისკენ გზა. მტკიცედ ვუჭერ მხარს მის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის სანქციებს, რათა ცხადი მესიჯი გავგზავნოთ ქართველი ხალხისადმი, რომელიც თავისუფალ და დემოკრატიულ მომავალს ეძებს, წერს კიტინგი. 2024 წლის 27 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი. ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს. სადავო ნორმა კრძალავდა 100 კილოგრამამდე ცოცხალი მასის მქონე მსხვილფეხა საქონლის ექსპორტს. გარდა მამრი მსხვილფეხა საქონლისა, რომელზეც გაცემული იყო ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი. საქართველოს მთავრობის პოზიციით სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა განპირობებული იყო შიდა პირველადი წარმოების ხელშეწყობა გაზრდის და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რადგან ქვეყანაში მცირდებოდა მსხვილფეხა საქონლის, განსაკუთრებით კი ფურების სულადობა. საფურე ხბოების ექსპორტი იწვევდა საქონლის აღწარმოების შემცირებას, რაც საბოლოო ჯამში ამცირებდა როგორც რძის, ასევე ხორცის წარმოების მოცულობასა და საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული რეგულაცია შეესაბამებოდა კონსტიტუციის მოთხოვნებს. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. კურსკის ოლქში 1000-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა. მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეული ქვედანაყოფები კურსკის ოლქში უკრაინის პოზიციებზე ტალღისებურ შეტევებს ახორციელებდნენ, მაგრამ უშედეგოდ. აშკარაა, რომ რუსეთის და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ლიდერები ამ ჯარისკაცებს თავიდანვე მსხვერპლად განიხილავენ და უკრაინის თავდაცვაზე უიმედო შეტევების ბრძანებას გასცემენ, განაცხადა კირბიმ. შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაადო ივანიშვილს. ამის შესახებ ევროპარლამენტარი თიის როიტენი X-ის გვერდზე წერს. ევროკავშირის საბჭოს დრო ეწურება. არ შეგვიძლია ქართველი ხალხი დავაღალატოთ ევროპული მომავლისკენ და ხელახალი სამართლიანი არჩევნებისკენ მათ სწრაფვაში. ივანიშვილისა და მისი მეგობრების წინააღმდეგ სანქციები დიდი ხნითაა დაგვიანებული, წერს როიტენი. არ დაგვავიწყდეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტს მეორადი სანქციების შემოღება შეუძლია მათ წინააღმდეგ, ვინც ივანიშვილთან ბიზნესს აწარმოებენ. ამის შესახებ ლიეტოვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანსბერგისი X-ზე წერს. შეერთებულმა შტატებმა დიდი ნაბიჯი გადადგა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით. არ დაგვავიწყდეს, რომ სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისს მეორადი სანქციების შემოღება შეუძლია მათ წინააღმდეგ, ვინც ივანიშვილთან ბიზნესს აწარმოებენ, წერს ლანსბერგისი. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი ავრცელებს. ამასთან, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის ქართული ოცნების დამაარსებელსა და თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის. გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა ბუნდესტაგი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნების თარიღი გამოაცხადა. ინფორმაციას დოიჩე ველი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გერმანიის პრეზიდენტმა ვადამდელი არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს დანიშნა. 16 დეკემბერს გერმანიის პარლამენტმა კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობას უნდობლობა 394 ხმით 207-ის წინააღმდეგ გამოუცხადა, რის შემდეგაც შოლცმა პარლამენტის დათხოვნის მოთხოვნით პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს მიმართა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.